კალად დაგაყენე და კალად გაგწი. თქვენთან მომასწავლეს და მინდა რამე განსხვავებული პარიკი, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ღონისძიებაზე მიწევს მისვლა და ამიტომ რომ დამეხმაროთ. მე ახლა მოგიზებდით რამდენიმე ვარიანტს და მოდით ერთად შევარჩიოთ თუ რა გიხდებათ და რა არის თქვენი სტილი darling. აბა 1 2 და 3. ოი არა, აქცი როგორი ხართ? აი, გონია რომ პედაგოგი ხართ, სკოლაში ასწავლით ქართულს, ლიტერატურას და ბავშვები ყავთ ჩატოვებული, აი ესე მგონი ესეთ შტაბისგან რჩება იქიდან გამომდინარე რომ ქმარი გამწარებთ და აი ბავშვებზე იხრის ჯავს და მოდი ეს ვარიანტი არ გვინდა. არა. აი ცუცებრა დავინახე ალბატონო. აი ერთი სახლი გაქვს გაყიდული სამჯერ. მოვალეები დაგდებენ, იმალებით არაფრის ნერვი არ გაქვს, არაფრის ხალისი არ გაქვს და სუცუც საქსიელებზე ხართ გადარწმული. აი რაღაცა თაღლითის შთაბეჭდილებას მიტოვებთ. 1 2 და 3 გოგო. ვოუ, ეს იცი როგორი რაღაც არის? აი ეხლა უცებ დავინახე რომ თითქოს ამერიკის ვიზებს აყალბეთ, ვითომ საკონსულოში ვიღაცების პასპორტები შეგაკ, ტყუილი ბეჭედით გამოვაგდა ხალხს წინასწარ აქვე $10,000. აბა ვინ არის ჩემი დახატული? 1 2 და 3. აუ ძალიან კარგია. აიმე, აქ იცი რა დავინახე ეხლა? ქმარი ყავს, გათხოვილი ხარ ოჯახი გაქვს შექმნილი, მაგრამ ვიღაცამ გაგაქეზა და გარბი ხარ, გინდა რომ კიდე ვიღაცა იპოვო, გაიჩინო საყვარელი რომ უფრო მეტი ფული არა, კარგია რა ძალიან. არა, ბიჭი ყავს, ბიჭი გეზრდება, არ დაიღუპო თავი. არა, იყოს. თავი არ დაიღუპო, ხო. მე შემდეგი. აქ იცი რა ხდება, გერმანიაში ხარ თითქოს წასული მარწყვის საკრეფად, მაგრამ მარწყვის საკრეფად კი არა, შენც კარგად იცი ისთვის ახარ წასული გერმანიაში. რაც გინდოდა გამოვიდა გოგო. მაიმე გეხვეწები რა, ნუ ციკვინებ რა, ამხელა კაცი რა, ხო გამოვიდა, იმიტომ რომ სწორი ამბიცია აქვს რა. ანუ ეს გაგრია, ეს მიდი რა. რა თვლაპარაკე? გეხვეწები ხა ზედმეტები არ მოვიდა. ვინ რომანტილიო რა, ნეტარა სალამედია რომ გოჩი დაგიდექი. ნუტინი რა შეჩმორო. რა, ხო, ჩმორი ხარ და იგითო. მე ხა ჩავალ თანხას გადავიხდი და შენ აქ ეგდე და ისლუყუნე თუ გინდა. რა გინდა გაგაკელი, კალად დაგაყენე და კალად გაგწიე. გაიგეთ გოგოებო რა გამიგეთ და გაიგეთ. ნუ ისინან გაიხარე.